საკრებულოს წევრმა ოთარ ხარჩილავამ დღევანდელი ბრიფინგი ქალაქში თევზის უსიამოვნო სუნზე საუბრით დაიწყო. მან თევზის გადამამუშავებელი ქარხნების ხელმძღვანელებს საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდა. მინდა მწუხარება გამოვხატო იმის გამო, რომ 2016 წელს ქალაქი ხვდება საშინელი სუნით, თევზის სუნით, რომელიც აუზდაკვტრიალებს და სენადექცად დღესდღეობით ქალაქს. მინდა მოუწოდო საწარმოს ხელმძღვანელებს, რომლების მეშვეობითაც ეს სუნი უკვე მართლა ტრაგედია ქალაქისთვის, რომ ყველა ზომა მიიღონ და აღმოიფხვრას დროულად, რათა მოგვშორდეს ის დაავადებები, შესაძლო დაავადებები, რომლებიც შეიძლება მას მოყვეს ეკოლოგიურად შესასწავლია ჯერ კიდევ ახდენს თუ არა ჯანმრთელობაზე ზიანს მოსახლეობის. დღეს იგი ცენტრის უბნის მაცხოვრებლებს იმ დაპირებებს ახსენებს, რომლის შესრულებასაც იგი მოსახლეობას წინა საარჩევნოდ შეპირდა. ჩვენთან საუბარში იგი აცხადებს, რომ დღევანდელ საკრებულოს ხდომაზე ბიუჯეტის დამტკიცებას მხარი იმ მოტივით დაუჭირა, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება. ის რომ ცენტრის უბანში არაგვისპირელის ქუჩაზე სკვერი გაკეთდება, პარკის უბანში მინი საფეხბურთო მოედანი აშენდება და ბარათაშვილის ქუჩის ბოლოში კორპუსის ეზო მოწესრიგდება, როგორც ხარჩილავა აცხადებს, ამის დაპირება მან ადგილობრივი მთავრობის ხელმძღვანელი პირებისგან მიიღო. დღეს ოთარ ხარჩილავამ ქალაქის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციაზეც ისაუბრა. მისი განცხადებით ადგილობრივ მთავრობას ამისათვის 50,000 ლარი აქვს გათვალისწინებული. ჩვენთან საუბარში იგი აცხადებს, რომ ყოფილი კომანჩეროს შენობა უფუნქციოდაა დარჩენილი. ოთარ ხარჩილავა შენობის მეპატრონეებს საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს. დღესვე მან მონადირეთა პრობლემებზეც გაამახვილა ყურადღება. ფოთი როგორც მონადირეთა აკვანი წოდებული დღეს ისეთ ვითარება გვაქვს ქალაქში, რომ მონადირეებს ნადირობის საშუალება არ ეძლევათ. პალიასტომის ტბაზე გადაადგილების საშუალება შეზღუდული აქვთ და მინდა რომ ყველა ზომა იქნეს მიღებული, ვესაუბრე ქალაქის მერსაც აღნიშნულ საკითხზე, რომ მიიღებენ ყველა ზომას იმისათვის, რათა მათმა გადაკვეთოს ის ტერიტორია პალიასტომის და ეგრეთ წოდებული ფიჩორის ტერიტორიაზე შეძლონ ნადირობა და თევზაობაც. ასევე იგეგმება ცენტრის მაჟორიტარის ბიუროს შექმნა მომავალი წლიდან, რომელიც მონიტორინგს გაუწევს აბსოლუტურად ყველა შესრულებულ სამუშაოს ცენტრის უბანში და მიაწოდებს მოსახლეობას ნათელ ინფორმაციას, რათა შედეგიანად გაკეთდეს თუ კი რაიმე გაკეთდება ამ ქალაქში. დამოუკიდებელი კანდიდატი ფოთის საკრებულოში ცენტრის უბნიდან შევიდა.